განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს მრავალკუთხედი კიდევ დაუბრუნდება ახლა კი ჯანდაცვა და სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც მთავრობა ახალი საავადმყოფოების აშენებას ავალდებულებს. ჰოსპიტალური რეფორმა 100 ახალი საავადმყოფოს სახელწოდებით გაურკვევლად დასრულდა. კლინიკები გაიყიდა, თუმცა მოდერნიზებული საავადმყოფოები არ აშენებულა. რამდენიმე თვის წინ კი მთავრობამ ახალ პროექტზე დაიწყო საუბარი და სადაზღვევო კომპანიებს დაავალდებულა რეგიონებში ახალი საავადმყოფოების მოწყობა. ჯერ მშენებლობები არ დაწყებულა, ამ ეტაპზე სადაზღვევოები ტერიტორიებს არჩევენ. მშენებლობების პირველი ეტაპი კი 2011 წლისთვის უნდა დასრულდეს. და დავიწყოთ სენაკით, სადაც ახალი საავადმყოფოს მშენებლობამ ორ თვეში უნდა აიღოს სტარტი. სადაზღვევო კომპანია სენაკის, აბაშის და მარტვილის რაიონებში მცხოვრებთათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კლინიკას 2 წელიწადში ააგებს. მამრ კი სენაკის რაიონში მხოლოდ ერთი საავადმყოფო მოქმედებს, რომელიც როგორც სახელმწიფო კლინიკების უმეტესობა ტექნიკურ გადაიარაღებას საჭიროებს. შეძლებს თუ არა ახალი საავადმყოფოს აშენების შემდეგ ადგილობრივი კლინიკა კონკურენციის გაწევას და რა პირობებს უჩი და რა პრობლემებს უჩივიან ექიმები სენაკის ტელევიზიის ჟურნალისტების სიუჟეტიდან გაიგებთ. სენაკის რაიონული საავადმყოფო ყველა იმ განყოფილებას მოიცავს, რომელსაც მეორე კატეგორიის საავადმყოფო ითვალისწინებს: ქირურგია, სტომატოლოგიური განყოფილება, თერაპია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, რეანიმაციული და ინფექციური განყოფილებები. საავადმყოფოს საკმაოდ დიდი შენობა მოძველებულია და იგი სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. პალატებისა და საოპერაციო ბლოკების გარემონტებას საავადმყოფოს ხელმძღვანელობა პერიოდულად, მაგრამ საკუთარი სახსრებით ახერხებს. თუმცა სენაკის რაიონული საავადმყოფოს სახსრები ვერ სწოდება იმ ძვირადღირებული აპარატების შეძენას, რომლის გარეშეც შეუძლებელია აქ მოსული პაციენტის მკურნალობა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოვაგვაროთ ჩვენს შესაძლებლობის ფარგლებში, რაღაცები შევიძინეთ, მაგრამ ეს აპარატურა, რომელიც არის ძვირადღირებული, ჩვენ დღესდღეობით ამ აპარატურას ვერ გაწოდებით. საავადმყოფოს გააჩნია მოძველებული ელექტროკარდიოგრაფი და რენტგენოლოგიური აპარატი, თუმცა ექიმებს განსაკუთრებით აწუხებთ ის, რომ არ აქვთ თანამედროვე ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომელიც მათი მუშაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთი სასუნთქი აპარატი, კომუნისტების დროინდელი გამოშვებული აპარატი, რომელიც უკვე ფაქტიურად მოძველებულია ეს ყველაფერი, ხო და რომ ამხელა რაიონს რომ ჭირდება რაღაცა აღჭურვა და რომ სუნთქვის აპარატები, რომელიც დარიგდა ყველა სამეგრელოს ყველა იმაში საავადმყოფოში და ყველა რაიონში, რომ რატომღაც ჩვენ ვიქნებით ესა რა ქვია გამონაკლისი ამ სიიდან და ეს არის ძალიან გასაკვირი და მისაღებია ზომები. გენერალური დირექტორი ალექსანდრე ქადარია 1 წელია საავადმყოფოს ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, მან თითქმის ყველა ჰუმანიტარულ ორგანიზაციას მიმართა თხოვნით დახმარებოდნენ საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვაში. თუმცა უშედეგოდ. უკვე ისიც გაირკვა, რომ საავადმყოფოს თავად მოუწევს იზრუნოს უკეთეს ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობაზე, რადგან სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი მზღვეველი 3 წლის ვადით სადაზღვევო კომპანია ვესტი იქნება, რომელიც 2 თვეში ახალი საავადმყოფოს მშენებლობას იწყებს. მთავრობის მიერ ჩატარებულ ტენდერში გავიმარჯვეთ ერთ-ერთ ლოტში, რომელიც მოიცავს სენაკის, აბაშისა და მარტვილის რაიონებში მაცხოვრებელ მოსახლეთა, მხედველობაში არის სოციალურად დაუცველი მოსახლეები, მათი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ავაშენოთ მრავალპროფილური საავადმყოფო ქალაქ სენაკში. მას ექნება ვალდებულება შექმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ უკეთესი ხარისხი იყოს მომსახურებების. ეს არ გამორიცხავს, რა თქმა უნდა, სადაზღვევო კომპანიის და არსებული სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლობას, მაგრამ 2011 წლის ივლისისთვის იქნება აუცილებელი ახალი სტანდარტების მქონე სამედიცინო დაწესებულებების არსებობა, ასე რომ ხარისხი მკურნალობის გაიზრდება ნამდვილად. შეძლებს თუ არა სენაკის რაიონული საავადმყოფო ვესტის მიერ აშენებული კლინიკისთვის კონკურენციის გაწევას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი აქ მომუშავე ექიმებს კრიტიკული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა ისევ მოძველებული სუნთქვის აპარატით უწევთ. კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანია საავადმყოფოს ჭიათურაში სააგებს. ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, რომელ ტერიტორიაზე დაიწყება მშენებლობა. ამ საკითხზე აქ აზრთა სხვადასხვაობაა. თუმცა ჭიათურელი მედიკოსები თანხმდებიან, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ ახალი საავადმყოფოს მშენებლობაშია. რა ვითარებაში უხდებათ დღეს ჭიათურაში ექიმებს მუშაობა, იმერვიზის ჟურნალისტების სიუჟეტში ნახავთ. 15 წლის ლაშა ჩაფიძე თავის რიგს ელოდება. მას ხელი აქვს მოტეხილი და ექიმმა მორიგი პროცედურა უნდა ჩაუტაროს. ასე გამოიყურება დღეს ჭიათურის სერგო ხუნდაძის სახელობის სანიტარული ნაწილი. მოძველებული და სახედაკარგული სამედიცინო დაწესებულება მუშაობას აგრძელებს. იდეალური პირობები ცოტა
მაღალი ნათქვამია ჩვენთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეგვიძლია. გმირობა ეს არის, როცა შიშველი ხელებით იმუშავებთ, თორე თუ კარგი პირობები და ყველა კარგად მუშაობს. გამოცდილი და პროფესიონალი კადრები პაციენტების მთავარი ნუგეშია. სხვა ყველაფერი აქ თანამედროვეობას ძალიან მოწყვეტილია. დღევანდელი მდგომარეობა ჩვენ ქალაქ სამეცნიერო ფაქტურად ერთნაირი. ცუდი მატერიალური ბაზები, ძალიან დაბალი დონის აპარატურა მოძველებული, რის გამოც ბევრი თანამედროვე გამოკვლევის მეთოდების დანერგვა არ ხერხდება. თავის აქედან გამომდინარე ცხადია თვითონ მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა და შემდეგ მათზე მეთვალყურეობის განხორციელება. 360 საწოლზე გათვლილ საავადმყოფო, სადაც ქირურგიული, თერაპიული, ბავშვთა და ანესთეზიოლოგია, რეანიმაციის განყოფილებებია, დღეს მხოლოდ 45 პაციენტისთვის შეუძლია სტაციონარული მომსახურების გაწევა, ისიც ექიმების რისკზე წასვლის ხარჯზე. არც ნარკოზ აპარატი გვაქვს თანამედროვე, სასუნთქი აპარატი მitmedes. არის ერთი ძველი აპარატი, რომელთაც მუშაობაზე დანაშაული. ემით რომ ავადმყოფი ხელოვნური სუნთქვაზე ჩართო, შეიძლება ჩართო მანამდე, სანამ დავუშვათ ჩამოვიდოდეს კატასტროფის ცენტრი და არ გადაიყვანს უფრო სპეციალიზებულ განყოფილებაში და სხვა შემთხვევაში იმაზე ხანგრძლივად იმ აპარატზე ავადმყოფის ჩართვა არ შეიძლება. პაციენტები ამას ყველაზე უკეთ გრძნობენ და ამიტომაც არიან მადლიერები. ნაღლის ოპერაცია გავიკეთე ძალიან რთული. ყველა სიკემაღოფილი ვარ. ეხლა არ ამიშოს კარგად ვარ. გადასარევი, აი არ ვიცი ბრწყინვალე ექიმები. თველში ცხოვრობთ, მაგრამ გადავწყვეტეთ აქ რომ გავიკითხეთ. ყველანაირად არის ხელმისაწვდომი ყველაფრით. იქ უფრო ძვირი დაგვიჭდებოდა რა თქმა უნდა. ჭიათურაში 2 საავადმყოფოა. გრიგოლ მუხაძის სახელობის საავადმყოფოშიც ანალოგიური ვითარებაა. რა თქმა უნდა, უკეთესია რომ გაუმჯობესებული იყოს პირობები და ვიმუშაოთ ნორმალურ საავადმყოფოში. გარემონტებული, მაგრამ არ არის ამის საშუალება და მუშაობთ რა შეძლებს და გვერად რა შეგვიძლია. არ ვიზოგავთ თავს ავადმყოფის მიმართ. მედიკოსები გამოსავალს დაქსაქსული ქსელის გაერთიანებასა და ახალი საავადმყოფოს მშენებლობაში ხედავენ. პროცესი რომ მალე დაიწყება, ამის შესახებ მათ პირადად მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა აუწყა. თავარია რომ აქნება ახალი დაწესებულება, ყველა სამედიცინო პერსონალი, ვინც დღეს მუშაობს აქ, ექიმები ეხნები აბსოლუტურად სულ ყველა ექიმა დასაქმებული და იმედი მაქვს რომ შემდეგ წელს რო ჩამოვალთ ამ დროს უკვე იქნება ახალი საავადმყოფოს, ასე ვთქვათ, ნახევარი დასრულებული. 25 საწოლზე გათვლილ ახალ საავადმყოფოს სადაზღვეო კომპანია ირაო ააშენებს. თუმცა ტერიტორიას, სადაც სავარაუდოდ ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს, მედიკოსებში მხარდამჭერები არ ყავს. ჩვენ დიდი მადლობელი ვართ ბატონ მინისტრის, ასევე იმ სადაზღვეო კომპანიების, რომლებიც ცდილობენ აქ შექმნან ბაზა სამედიცინო სამსახურის, მაგრამ ჯერჯერობით რა თქმა უნდა, საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ ის ბაზის ადგილი, რომელიც შერჩეულია, არ შეესაბამება საავადმყოფოს საჭიროებას და მის განლაგებისა თუ ფუნქციონირების შესაძლებლობას. ვიდრე სადაზღვეო კომპანია ირაო ჭიათურაში ახალ საავადმყოფოს ააშენებს, ცხოვრება აქ ჩვეულ გარემოში, ექიმისა და პაციენტისთვის ერთნაირად მიუღებელ პირობებში გრძელდება.